მე მახსოვს ძალიან ახალი აღებული მქონდა ლიცენზია და მოულოდნელად მირეკავენ რომ არის გადაუდებელი მედიცინიდან ითანხმებენ რეფერალს ცეცხლნასროლ დაზიანებას, სუიციდის მცდელობას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც საფანტის საშუალებით მოათავსა პირისღრუში და გამოიგლიჯა ნახევარი სახე. და ეს იყო ძალიან რთული кейსი, მაგრამ რომ ვიხსენებ, წამიც არ დამჭირდა დასათანხმებლად. ან ძალიან ახალი შემდგარი ექიმი ვიყავი, მაგრამ ალბათ სწორედ შეიძლება იმ გამოცდილებით, რაც მე რეზიდენტურის პერიოდში და შემდგომ ნახე. მქონდა, არ მიყო ყმანია. აპრიორი იყო ადამიანი ცოცხალი დარჩენილი იყო, იმიტომ არ ჩამოვთვლი იმ სამედიცინო ტერმინებს, რა ქონდა დაზიანებული. პირში ჩაიდო? პირში ჩაიდო და მთლიანი სახის ნახევარი აღარ ქონდა. ტვინის ქსოვილი დაზიანებული იყო? არა, საბედნიეროდ იყო სუსტად მხოლოდ სახის ძვლების დაზიანება. სასისმი და მოსი, ზედაყბის ნაწილის, თვალბუდის ნაწილის, ფსკერის ნაწილის, ყვრიმალის და ასე შემდეგ. დღეს ეს ადამიანი ცოცხალია, ძალიან კარგად გამოიყურება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ქონოდა და სხვათა შორის პერიოდულად მირეკავს და მკითხულობს ხოლმე. ხო? ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გამოწვევა. მივხვდი რომ ამას თუ გავუმკლავდი, დანარჩენი რუტინული შრომით, მუდმივი გაუმჯობესებით, მუდმივი სიახლეების სწრაფვით მიღწევადი იქნებოდა.